სტუმრები ირაკლი სიხარულიძე კერძოდ და დაიწყო კიდეც თამაში. როგორც გითხარით, წაუგებლად ხდება იბერია ამ შეხვედრას, არაჭად ეცდებიან შეტევაში წარმატებით მოქმედებას. დევდარიანი აკეთებს აქ ძალიან კარგ გადაცემას და საჯარიმოში ცდილობდა ჟივიძე გაქცეოდა. მეტოქეს დარტყმა შედგა დევდარიანმა და წინააღმდეგ და 40 გოლი გავიდა. აქ ქობულაძე ჩააწვის ბურთს საჯარიმოში, ძალიან სახიფათო დარტყმა, რომელიც სიხარულიძემ განახორციელა. ბურთი დარჩა თამაში. სილაგაძე ახლა კიდევ ერთი ჩაწოდება იქნება. ჯინჯოლოვამ დაარტყა პირდაპირ კარში და თანდილაშვილი დაეუფლა ბურთს. ჩენილ დროში, რა თქმა უნდა, აქვთ გუნდებს მაქსიმალურ გამოყენებას. საჭიროებს აქ იბერიელები არიან გოლის გატანასთან ძალიან ახლოს და საბოლოო ასმაც, რომელიც 33 ნომრით ითამაშებს, ძალიან დიდი როლი შეასრულეს შეხვედრაში, რაც შეეხება თელავს 0-0 ამ სეზონში არ უთამაშია. ერთხელ დაასრულა ფრედ თელავმა შეხვედრა და იმ შეხვედრაში თითო გოლი გავიდა. ძალიან სახიფათო ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა გადარჩა. იბერიელები ცდილობენ ახლა ბურთი გადაიტანონ შეტევაში. კარგად თამაშობს აქ გიორგი ტაბატაძე, მიუახლოვდა საჯარიმოს. ცრუ მოძრაობა შეიძლება დარტყმა და დარტყმა იქნება კარიდან სულ მცირე. იბერიელთა შემადგენლობაში თითქმის ყველა შემტევი ძალიან აქტიურად იხევს. უკან დაეხმარება თავის გუნდს შეტევების წამოწყებაში. აქ მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძე აწვის ბურთს საჯარიმოში. აწვდიდა იური ტაბატაძე. ორასო კლასი ჯინჯოლავა. აქ შეიძლება უკვე ალბათ დარტყმა და თანდილაშვილი თამაშობს ამ ბურთს. იძულებითი, როდესაც ფირუზ მარაქველიძე მოედანზე შემოვიდა, მაგრამ მალევე მოუწია მოედის დატოვება. აქ ძალიან სახიფათო იყო. ამოიწურა უკვე 96 წუთით 1 წუთი გრჩება სათამაშო. ტაბატაძე დაარტყა და ძალიან სახიფათური იწყება. კობარევაზაშვილმა კი მისცა იმის ნიშანი, რომ შეხვედრა დასრულებულია 0-0 უგოლოდ.